Ay, Meretçi, koçum, şey ama çenemedim. Sumbuli. Sumbuli. Ia. Nargizi. Nargizi? Kaktusi. Vardi. Ათონებო, სტუმრები გეცრიმდნენ. კნიაზი თანდარაშვილი ესესა პარიზიდან ჩამოვიდა და პირდაპირ ჩვენს საზს გამოსწია. მოგესალმებით, mademoiselle. მოგესალმებით. მობრძანდით კნიაზ, დაისვენეთ დაღლილი ბრძანდებით, ნაბზავი. პარიზიდან ცხენით მობრძანდებით. არა, როგორ გეკადრებათ? პარიზში ხომ ცხენებით უკვე აღარავინ დადის. როგორ? მას რით დადიან? რით დადიან და უცხენო ეტლებით. უცხენო ეტლებით? ბორბლებით. ბორბლებით? და თქვენ გინახავთ ბორბალი? რა თქმა უნდა, მინახავს, თანაც 4. 4 ერთად? ბორბალი, რა თქმა უნდა, 4 ერთად, აბა ერთი ბორბალი რა, ცირკის მასხარა ხომ არა ვარ? კნიაზ, როგორც მე გავიგე, პარიზში თურმე ძალიან ხშირი ყოფილა და მოდაში ყოფილა ფერადი ნახატები, უამრავი თამაშობანი და მელოდიები. ეგ რა არის? პარიზში უკვე WAP GPS-ითაც სარგებლობენ. კნიაზ, დიახ. ხმები მოვიდა ბალზაკთან არის ახლოს. დიახ, დიდებული პიროვნებაა ონორე დე. ალბათ არაფერს არ იკლებდით და კარგათაც ერთობოდით. მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვსეირნობდით ხოლმე მე და ბატონი ონორე დე ელისეს მინდვრებზე. ეიფელის კოშკის სილამაზით ვტკბებოდით. იცით რა მშვენიერია ეიფელის კოშკი? ფილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს. ეს შენ არ იცი? თქვენ ისეთი ბუნების ადამიანი ბრძანდებით ალბათ ყველას სურდა თქვენთან ურთიერთობა კნიაზ. ყველასთან კარგად იყავით? მინდა გითხრათ, რომ არ იყო ასე სხვათა შორის. იყო ერთი ყმაწვილი ბეზანსონიდან გახდათ ჩამობზანებული ჯო დასენი. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვეანგლებოდით ხოლმე ჯო დასენს. უკაცრავად, კვესაბედი ხომ არა გაქვთ? ისე კვესაბედი. გადავაწოდეთ. რა საოცარი ნივთია? თქვენთვის მიჩუქნია. თან ანათებს. თან ანათებს? ჩემთვის მისწრება. ჩემთან გლანში შუქები საერთოდ არ არის. 1000 მამაძაღლი დადის ხოლმე. მადლობა. პოლიტიკურ ამბებშიც გაერკვევოდით. როგორი ხალხი ტრიალებს იქ პოლიტიკაში? დიდებული, ღრმა ინტელექტის მქონე ხალხი. ჩემი ნება რომ იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად სულაც საფრანგეთიდან ჩამოვიყვანდი ვინმეს. ბატონო, თავადმა თავართხილაძემ დარეკა. რა ქნა? სულ გამოვითიშე, დიდი ბოდიშით ალბათ სისბრალია. თავადო, ის ღორი დავკალით.
ხო და იმ ყავს რა უყოთ? ტყავი ექიმბაშ ფურცელაძეს მეფარიძეს გაუგზავნეთ. შეიკერავს რაღაცას და ჩაიცვალოს. კნიაზ, ჩემმა ბატონმა გაიგო, რომ თურმე ეხლახანს პარიზიდან დაბრუნებულ ხართ. დიახ. ჩემს ბატონს აინტერესებს თუ შეიძლება გითხარით ბასტია ლიონი როგორ დამთავრდა. ბასტია ლიონი X-თვა დამთავრდა. X-თვა დაждდა. საბაგიეროდ ყველაზე უცნაურის იყო რომ მეტი კუთხური წამოვიდა, სულ გააკოტრა საფრანგეთის საბუკმეიკერ კანტორები. ოხ, სამწუხაროა ჩემს ბატონსაც გაუსხა. დიახ. ნიას კიდევ რას გეტყვით? ახალს და საინტერესოს. ახალს ისეც გეტყვით, მოემზადეთ სკამებიდან რა გადმოცივდეთ. სინემაში ვიყავი. სინემა? დიახ. ეგ რა არის? აუცილებლად წაგიყვანთ. ეს წარმოიდგინეთ დიდი დარბაზი, ჩაბნელებული, უამრავი ხალხი. წინ კიდია თეთრი დიდი ეკრანი. უკრიდან ამ ეკრანზე ანათებენ და იქ კადრები მონაცვლეობენ და რაღაც აი ესეთ საერთო ერთიანობას, ანუ ფილმს ქმნიან. რასაც არის? ეს ალბათ იგივეა. აქ რომ რუსთაველი და ამირანი ეგეთ პონჩი ამბობენ. სხვათა შორის პარიზში ყოფნისას იქაური ბარებიც მოვინახულეთ. არაჩვეულებრივი სანახაობა, ამდენი ლამაზი მანდილოსანი ცეკვავს ისე შლეგად და მაპატიეთ, მაგრამ ცეკვისას აი კაბებს ესე ზევითაც კი იწევენ. მაშ ამ კაბებს? ცეკვას კანკანი ჰქვია. კაბებს იწევენ? დიახ. ღმერთო ჩემო. ალბათ მალე სცენაზე რაღაც ბოც დადგამენ და შიშვლები იცეკვებენ. კნიაზ. თქვენ რაიმე ლექსებიც გეცოდინებათ ფრანციცული. მინდა გითხრათ, რომ ხშირი სტუმარი გახლდით ხოლმე ლიტერატურულ საღამოებზე ვიკონტ ფაბიენ ბარტესთან. ერთი ასეთი ფრანგული ლექსი გამახსენდა ახლა. Peugeot, Renault, Paris Saint-Germain, Gauloise Blonde, Liberté toujours. ხოლო დამით შემოიფარგლება პარიზული თუ ფრანგული პოეზია. იქნებ გვიმღეროთ კიდეც რაიმე კნიაზ. არა, მე ვერ მისცემ თავს უფლებას, რომ ჩემი სიმღერით შეგაწუხოთ. თამარ, იქნებ თხოვოთ. თხოვთ, კნიაზ. თუ თამარი გთხოვს, რა გაეწყობა? საჭირო ძირფასია. კნიაზ, რას უსმენენ იქ ძირითადად ფრანციაში? À toi, à la façon que toi t'es très belle, à la façon de toi t'es très moi, à tes moutons draps fifise, quelquefois, მე ფრანგულად აღარ მახსოვს, ქართულად გავაგზელებ. ისხვა ამ ღიმილს ვერასოდეს გაჩუქებს. ბატონებო, ამ სუფრაგაშლია მოვცანთით. რა